Ჩვენ უყურებთ ბიზნეს კურიერს, დღეს 24 იანვარია, მე აკაკი გოგიჩაიშვილი ვარ და გასული კვირის მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს მიშა სესიაშვილთან ერთად გაგაცნობთ. მოგესალმებით. ბოლო თვეებია მთავრობის რეიტინგი მკვეთრად ეცემა, სულ უფრო მეც არ მოსწონს, რაც კეთდება და მომავალსაც მზარდი პესიმიზმით უყურებს, აჩვენებს კვლევა. რა მიზეზს ხედავენ ექსპერტები? მთავრობის საყვარელი iPhone-ი კი რასაც ბიუჯეტის ფული იხარჯება, მაღაზიაში შესაძლოა მეორადი შემოგტყუონ გადახილი კოდით და თუ დაიბლოკა, ფულს უბრალოდ დაკარგავთ. ლარმა ფსიქოლოგიურ ნიშნულს ისევ გადააბიჯია. ბაზარზე ლარი 2 ლარს 100 და ფასების ზრდას საწვავის ვარდნა იჭერს, თუმცა თუ ასე გაგრძელდა, ორ კვირაში მოვაჭრებიც ყველაფერს გააძვირებენ. მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი ბოლო თვეებია მკვეთრად ეცემა, აჩვენებს IPM-ის კვლევა, რომელსაც ის აგვისტოდან მოყოლებული თბილისში ატარებს და მის ფარგლებში ხალხი მთავრობას -100-დან +100 სკალაზე აფასებს. მონაცემები შეგვიძლია ვირტუალურ გრაფიკაზე ვნახოთ და დავინახავთ, რომ თუ კი ოქტომბერში მთავრობის საქმიანობას ეკონომიკის სფეროში გამოკითხულთა 31% აფასებდა უარყოფითად, დეკემბერში ეს მაჩვენებელი 43%-მდე გაუარესდა. ოქტომბერსა და ნოემბერში ხალხის 47% ნეგატიურად აფასებდა დასაქმების საკითხში მთავრობის საქმიანობას, დეკემბერში კი ვხედავთ, რომ კრიტიკულად განწყობილთა რიცხვი 51%-მდე გაიზარდა. ასევე შეიცვალა ხალხის დამოკიდებულება სოციალურელყოფისადმი. ოქტომბერსა და ნოემბერში ამ სფეროსადმი პოზიტიური განწყობა ნარჩუნდებოდა და +4% იყო, თუმცა დეკემბერში ის არათუ ნულამდე დაეცა, ნეგატიურშიც კი გადაიზარდა და -4% შეადგინა. საინტერესოა, როგორ აფასებს ხალხი მთავრობის მხრიდან მისდამი დამოკიდებულებას, თუ კი ოქტომბერში ეს მაჩვენებელი პოზიტიურ ველში იყო და 12% შეადგენდა, დეკემბერში მკვეთრად გადაადგილდა უარყოფით ზონაში და -5% შეადგინა. მთავრობისადმი ხალხის დამოკიდებულების გაუმჯობესებას მხოლოდ ჯანდაცვის სფეროში ვხედავთ. პოზიტიური შეფასება ოქტომბრიდან დეკემბრამდე ამ სფეროში 10-დან 24%-მდე გაიზარდა. ახლა ვნახოთ, როგორი მოლოდინი აქვს ხალხს მთავრობის მიმართ სამომავლოდ. IPM-ის კვლევით ამ მხრივ კიდევ უარესი სურათია. მათ შორის ჯანდაცვის სფეროში, სადაც პოზიტიური მოლოდინი დეკემბერში ოქტომბერთან შედარებით 18-დან 17%-მდე დაეცა. ეკონომიკის სფეროში კი 6-დან 4%-მდე შემცირდა, ამავე პერიოდში 4-დან 3%-მდე დაეცა ხალხის მოლოდინი დასაქმების სფეროში. ხოლო სოციალურელყოფის სფეროში ოპტიმისტური მოლოდინი 13-დან 10%-მდე შემცირდა. ანალოგიურად დაეცა ხალხის მოლოდინი, რომ მთავრობის მხრიდან დამოკიდებულება გაუმჯობესდებოდა, ეს მაჩვენებელი 13 იყო ოქტომბერში და 9%-მდე დაეცა დეკემბერში. მთავრობის რა შეცდომებმა გამოიწვია ხალხის განწყობის ასეთი ვარდნა, ამაზე ბესიკ ნამჩავაძე ვებ-პორტალის Facts Check Jigs ექსპერტი ისაუბრებს, თუმცა მანამდე ერთი iPhone-ის ისტორია, რომელიც მთავრობის საყვარელი ბრენდია და როგორც აღმოჩნდა, შესაძლოა მაღაზიაშიც კი უცხოური ოპერატორისგან მოპარული მოკიდონ. გატეხილი კოდით არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ასეთ ტელეფონებში ხარჯავს მთავრობაც ხალხის ფულს. გიორგი iPhone-ი 17-ჯერ, გიორგი iPhone-ი 3-ჯერ, გიორგი iPhone-ი 6-ჯერ. კიდე გიორგი iPhone-ი 4-ჯერ. ეს არის ბოლოდან კი 10-ჯერ. მაგას არ ვიმართებ, რამდენჯერ დავრეკეთ ცხელხაზზე. 50-50 დარეკილი მაქვს. Maca Proba იმ ზარების რაოდენობას ითვლის, რომელიც კომპანია iPhone Plus-ის მენეჯერთან განახორციელა. 1 წლის წინ მან მეუღლესთან ერთად ტელეფონი შეიძინა, რომელიც მალევე გაფუჭდა. ამის შემდეგ ცოლ-ქმარი საგარანტიო ტალონის გამოყენებას უშედეგოდ ცდილობს. ეს ხარვზე ვერ გამოასწორეს და ამიტომ ტელეფონი მიახლოებით 1 თვე მაინც ჰქონდათ სერვის ცენტრში. შემდეგ იძულებული ვიყავი ტელეფონი გამომერთვა, იმიტომ რომ არანაირი შედეგი ვერ მივაღწიე მათთან. ამის შემდეგ ცოლ-ქმარმა ტელეფონის შეკეთება პოლონეთში, iPhone-ის ოფიციალურ წარმომადგენლობაში სცადა. რახანმე პოლონეთის მოქალაქე ვარ და ევროპაში უფრო რაღაც სტანდარტზე არის შანსი რომ გააკეთონ რაღაცა. ხო, მოვიფიქრეთ, რომ პოლონეთში წავიღებ და იქაურ სერვის ცენტრს მოვაკითხავთ ჩვენ და რა თქმა უნდა მივიტანეთ ეს ტელეფონი. პირველ რიგში რაც რომელიც შეკითხვა დაგვისვეს ჩვენ, ეს ტელეფონი რას აკეთებს მაგ კონტინენტზეო. AT&T ეს არის ოპერატორი. როგორც აქ მარტი და ჯეოსელი. ამ ოპერატორის მიერ არის გაყიდული ეს მობილური, აგერ წერია კიდევაც პუერტო-რიკო, ვირჯინიის კუნძულებზე.
ნაყიდი არის პუერტო-რიკოში, ვირჯინის კუნძულებზე, ოპერატორი TNT, რასაც საბუთებში არის ყველაფერი ამობეჭდილი. მე შეგვეკითხეს, ტელეფონში იყო რამე ბარათები, ნანო სიმბარათები. უთხარით, რომ კი, დაგვითხრეს, რომ წესით არ უნდა იყოს. პოლონეთში გაცემული დოკუმენტაციით გამოდის, რომ iPhone Plus-მა ჯერ სხვა კონტინენტზე, სხვა სატელეფონო ქსელში ჩართული ტელეფონი შეიძინა, გახსნა და იქ გარკვეული ჩარევა განახორციელა, შემდეგ კი მისი არაავტორიზებული გაყიდვა მოახდინა. შედეგად iPhone-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აპარატი აღარ შეცვალეს და ისინი წერილობით დასკვნასთან ერთად საქართველოში გამოგზავნეს. არ აქვს ამას მნიშვნელობა, იქნება გამომდინარე, რომელი რეგიონის არის წარმოებული მოდელი. მთავარია, რომ მუშაობს საქართველოში. iPhone Plus-ში გამგვიმარტეს, რომ Apple iPhone-ებს სპეციალურად ქართული ბაზრისთვის არ აწარმოებს და შესაბამისად ისინი აპარატებს სხვადასხვა ქვეყანაში ყიდულობენ. ასევე ჩვეულებრივი ამბავია ისიც, რომ პროდუქციას სხვა ქსელის ნანო ბარათები მოყვებათ. რაც შეეხება Maca Pro-ბას პრეტენზიას, კომპანიაში გვითხრეს, რომ ქალბატონს ახალი ტელეფონი მიყიდეს, რომელიც მექანიკური ზემოქმედების შედეგად გაფუჭდა და შესაბამისად მისი გამოცვლის ვალდებულებაც არ აქვთ. ეს დაზიანება არ არის ქარხნული და არ შეიძლება იყოს ჩვენი ბრალი. იქნება გამომდინარე, რომ ჩვენ ქალბატონს მივყიდეთ ახალი ტელეფონი. კომპანიასთან ჭიდილში დრო ისე გაიწელა, რომ შეძენილ iPhone-ს გარანტიის ვადა ამოეწურა. ცოლ-ქმარი თავს მოტყუებულად მიიჩნევს და სასამართლოში ჩივილს აპირებს. ესე გამოდის, რომ მაგ მაღაზიაში დავთვალეთ 3000 ლარი, იმიტომ რომ შევიძინეთ 2 მობილური და არანაირი კანონი არ არსებობს, იმიტომ რომ განცხადებას ვწერ, ვრეკავ და რისთვის არის ეს ყველაფერი ვერ ხვდები. ასე რომ ფრთხილად iPhone-თან ასჯერ გაზომეთ და მხოლოდ შემდეგ ამოიღეთ ჯიბიდან ფული, თუ კი ყიდვას აპირებთ. მით უმეტეს აკაკი თუ ეს ბიუჯეტის ანუ ხალხის ფულია. დავუბრუნდეთ მთავრობის ეფექტურობის ინდექსს. iPhone-ებითა და iPad-ებით საკუთარი თავის დასაჩუქრების, აგრეთვე პრემიების გამოწერის გარდა, კიდევ რითი გააღიზიანა მან ხალხი ისე, რომ რეიტინგი ბოლო თვეებში ყველა მიმართულებით დაუვარდა. ამაზე ახლა ბესონ ამჩავაზე Fact Check G-დან ისაუბრებს, რომელიც სწორედ მთავრობის პოლიტიკას სწავლობს. ბესო, მოგესალმებით და მოდით ახლა ეკონომიკის სფეროზე ვსაუბრობთ, გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე. მთავრობის რა შეცდომები გახსენდება თქვენ პირადად ბოლო თვეების განმავლობაში, რასაც შეეძლო თქვა ხალხის მზარდი უკმაყოფილება გამოეწვია. გამარჯობა, მოგესალმებით თქვენ და ტელემაყურებელს. მე ცოტა შორიდან დავიწყებ შესავალს გავაკეთებ. 2 წლის დაახლოებით საქართველოში მოხდა ხელისუფლების ცვლილება დემოკრატიულად. როდესაც დემოკრატიულად იცვლება ხელისუფლება და ხალხი ირჩევს ახალ პოლიტიკურ ძალას, ეს ნიშნავს, რომ ის ახალი პოლიტიკური ძალიდან გაციკლებით უკეთეს ცხოვრებას მოელის, ვიდრე მის წინა მორბედისგან. გავიდა 2 წელი, იყო საკმაოდ კარგი დაპირებები და ხალხის მოლოდინება. ყველაზე მეტი მოლოდინება თქვა სოციალური მიმართულებით, და ამ მოლოდინებმა ეფექტური ფრუსტრაცია დაიწყო. ანუ მოლოდინების ნაწილი საერთოდ ასრულდება, რაც სრულდება დაბალი ტემპით სრულდება და ეს აისახა თქვენს მიერ ჩამოთვლილ მონაცემებში. ხალხის მოლოდინი იყო გაცილებით უფრო მაღალი. ეხლა მთავარი უკმაყოფილება რაში გამოდის, უმუშევრობა რჩება ძირითად პრობლემად და ეს თავიდანვე ყოველი იყო ნათქვამი, რომ სწრაფად გადაწყდებოდა, იმიტომ რომ ჩვენ ყავს ოფიციალურად 300,000 უმუშევარი კაცი და ამას ემატება თვითდასაქმებული დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი. ანუ თქვენ ამბობთ, რომ პრინციპში დაპირებები იყო, დაპირებებში თავიდან რითაც მოვიდა ეს ხელისუფლება, იყო ჩადებული პრობლემა. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ისინი იყო ეს დაპირებები არ არის დაპირებები მე არ ვიცი საქართველოში პოლიტიკური ძალა, რომელსაც ცუდი დაპირებები ჰქონდეს. ამათაც ესე იყო ძალიან ნამაზი და ძალიან კარგი საქართველოს დახატული. მაგრამ ამის მიღწევა 2 წელიწადში გაცილებით მეტის მიღწევა შეიძლებოდა, მაგრამ სრულად მიღწევა შეიძლება. ეს მეორე საკითხია და მაშინ აი ამაზე არის სწორედ ჩვენი კითხვა მიმართული რა ძირითად თქვათ მოქმედებები გახსენდება თქვენ აი გასულ 2 წელიწადში მთავრობის თქვათ ეკონომიკის სფეროში. ეკონომიკიდან გეტყვით რა არასწორი იყო და გამოიწვია შესაბამისად ხალხს. აი რაც საბაზისო ეკონომიკაში ეს არის ეკონომიკური სისტემა, ყველაფერი ამით იწყება. უმუშევრობის დაძლევა, სოციალური პრობლემების დაძლევა, პენსიების ზრდა, თუ ხელფასების და თუ ასე შემდეგ, თუ ქვეყანას აქვს განვითარებად ქვეყანას და მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანას 3-5% ეკონომიკური ზრდა, რაც ჩვენ გვაქვს ბოლო 2 წლის განმავლობაში, ეს პრობლემები შესამჩნევად არ დაიძლევა. წლიდან წლამდე ხალხი მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ვერ იცნობს. ეს არის ფუნდამენტი. ეხლა კონკრეტულები რო ვთქვა, ჩემი სოციალურ პროგრამებში შეცდომა იყო საყოველთაო მიდგომა, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამ დიდ რევსაც ვეხმარებით, საქართველოს შეიძლება დიდი ფენა არ არის მოსახლეობის, მაგრამ მათაც ვაძლევთ ფულს, ეს საყოველთაო ჯანდაცვა იქნება თუ ვაუჩერების დარიგება იქნება თუ ასე შემდეგ, ამ ფულით ჩვენ რა თქმა უნდა შეგვეძლო იმ
მოსახლეობის ის ნაწილს, სადაც სხვათაშორის ეს უარყოფითი მოლოდინი გაცილებით მეტია, უფრო მეტი თანხით დავხმარებოდით, ასევე სახელმწიფო რატო ყოფს გადაწყვიტა, რომ თვითონ უნდა გახდეს ფლაგმანი იგივე დასაქმების დაძლევა პრობლემის აღმოფხვრაში, ეკონომიკური ზრდის მიღწევაში და მან ჩემი აზრით ვერ ხედავს ამაში დიდ როლს კერძო სექტორის, რაც არის ძალიან დიდი შეცდომა. სახელმწიფო რაც არ უნდა გაბეროს თავისი ბიუროკრატია, ეს საქართველოს უმუშევრობას 1%-ით ვერ შეამცირებს. სამუშაო ადგილები უნდა შექმნას კერძო სექტორმა. კერძო სექტორს შევეძახოთ, რამდენად შეიცვალა თქვათ ის მარეგულირებელი გარემო, ის თქვათ სივრცე სამართლებრივი, რაზეც თქვათ კერძო სექტორი ოპერირებდა და ეხა უწევს ოპერირება, იმიტომ რომ თქვათ გვახსოვს თქვათ სხვადასხვა რეგულაციები, მათ შორის მიწის კანონზე, უცხოელების დასაქმებაზე სავიზო რეგულაციები და ასე შემდეგ. ანუ ამ მიმართულებითაც თქვათ თუ მოსახლეობის მოლოდინზე ვისაუბრეთ, თქვათ ბიზნეს და კერძო სექტორის მოლოდინები როგორ შეიცვალა თქვათ ამაზე თუ ეს არის კონკრეტული მიღებული გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, მიწის გაყიდვაზე მორატორიუმის გამოცხადება და დღემდე ვერ დაიძლია ეს თემა. შემდეგ ამას გასულ წელს რამოდენიმე თვით წინ დაემატა ვიზების აკრძალვა გარკვეული ქვეყნებიდან და მაგალითად მე დავთვალე მარტო ერაყიდან და ირანიდან დავკარგეთ $60 მილიონი ბოლო 4 თვის განმავლობაში. ამას ემატებოდა რაც ეს რეგულაციის დონეზე არ ჩანს, მაგრამ სახელმწიფოს მაღალი ჩარევა რა არის. მაგალითად $600 მილიონ ესხულობს სახელმწიფო ბიუჯეტი და ეს ფული წართმეულია კერძო სექტორის, რომელიც კერძო სექტორს აიღო, შეეძლო სესხად აიღო. თუმცა ხალხი ამას ქუჩაში, იმიტომ ეს ქუჩაში გამოკითხული ხალხია, ამას არ ამგონია რომ აცნობიერებდეს და თქვა ჩამოწერილი კონდეს და აჯამებდეს და ასე ქმნიდეს განწყობას. რაღაცა მოხდა დეკემბერში ისეთი და აბა თუ მოვიფიქრებთ ერთად რა შეიძლება ეს იყოს, იმიტომ რომ აი დეკემბერში მთავრობის მხრიდან ხალხისადმი დამოკიდებულება ჯერ კიდევ პოზიტიურ ველში იყო ოქტომბერში, შემდეგ ნოემბერში გაუარესდა და დეკემბერში უარყოფით ზონაში გადავიდა -5 თუ 6% შეადგინა. აი რა შეიძლებოდა ეს გამოეწვია თქვენ? პასუხი ცალსახაა, ნოემბრის ბოლოდან ლარის კურსმა დაიწყო სწრაფი გაუფასურება და ამას ჩემი აზრით ყველაზე დიდი გავლენა უარყოფითი მოლოდინების შემთხვევაში ამას ეკნებოდა. იგივე ICT-ის კვლევითი ცენტრი აკეთებს მომხმარებელთან დობის სიგრძეს, რომელიც ისტორიულ მინიმუმზეა დასული -22%-ია უარყოფითი მოლოდინი დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად. რომ ხალხი არის გაურკვევლობაში, ბევრს მოსახლეობის ნახევარს აქვს ჩვენთან ბანკში სესხი 10-დან 60% დოლარში აქვს. თუ წელიწად ნახევრის წინ რაღაც თანხას იხდეთ, ეხლა ყოველ $100-ზე უწევს უკან 35 ლარით უფრო მეტის დაფარო. როგორ შეიძლება? მათ შორის იყო რაღაც ბუნდოვანი დაპირებები ამ მიმართებით, რომ რაღაც ეს IAP კრედიტები გაიცემოდა, ის რომ გადაეფარათ ხალხს ეს ძველი, უფრო ძვირი კრედიტები. მართალია ეს რაღაც კონკრეტიკა არ ყოფილა, მაგრამ აი ესეთი შთაბეჭდილება ქონდა ხალხს, ხო, დამეთახმებით. კრედიტი ფაქტობრივად გაძვირდა. ახალი კრედიტი და ადრე აღებული კრედიტიც კი უკვე გაუძვირდა, რომელიც სხვა გათვლებზე ქონდა აღებული, ასევე ფასებმაც დაიწყო. თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ ნავთობის ფასები ძალიან გვეხმარება, რომ დაბალია, მაგრამ მაინც დაიწყო ლარის კურსიდან გამომდინარე, იგივე ფულის მასა არის გაზრდილი და ფასებმაც და აქაც თუ კონკრეტულად ჩვენ მთავრობით წვრილი გვინდა დავინახოთ, კარგი იმ ფუნდამენტურ პრობლემებს რო თავი დავანებოთ, რაც ეკონომიკურ ზრდაზე ვისაუბრეთ, კონკრეტული დეკემბერში არის ბიუჯეტიდან დახარჯული 260 მილიონი ლარი დეფიციტურად. სახელმწიფო ბიუჯეტმა 260 მილიონი ლარით მეტი ჩაუშვა მიმოქცევაში და ეს არის ლარის გაუფასურების მეორე ტალღის მთავარი მიზეზი, რაც იანვრიდან დაიწყო. აგრეთვე მინდა გითხოთ, რომ აი ეს მთავრობა აცხადებს, რომ აი მთლიანად არის ორიენტირებული სოციალურ პროგრამებზე და პროსოციალისტურ, თქვათ, განწყობებს გამოხატავს ხშირად, მათ შორის აი იმითი, რომ ყველას ყველაფერი, ხო? აი თქვენ ბრძანეთ, რომ ეს არასწორი. მაგრამ აი სოციუზრუნველყოფისადმი, სოციუზრუნველყოფის სფეროში მთავრობის საქმიანობისადმი დამოკიდებულება +4-დან -4%-მდე დაეცა ხალხის დეკემბერში. აი ამას რას უკავშირებთ? აი ეს პენსიების სადმი მოლოდინი ხო არ არის ან კიდევ სხვა? გეტყვით, ადამიანი თავის გულწრფელად აფიქსირებს თავის მოლოდინს. ამისთვის არ არის საჭირო რაღაც ეკონომიკური თეორიები იცოდეს. თავის შემოსავალი უფრო ნაკლები პროდუქტის შესაძლებლად ყოფნის, გადის დრო, ვერ შეუძლო სამუშაო ადგილს. მაგალითად, აი პენსია, რომელიც 160 ლარი გახდება 2015 წლის სექტემბრიდან. 160 ლარიანი პენსია 2015 წლის სექტემბერს იყიდის გაცილებით ნაკლებ პროდუქტს, ვიდრე ყიდულობს დღეს და კიდევ უფრო იყიდა. სწორედ ამას უკავშირდება ის, რომ აი მოლოდინები ყველა სფეროში მთავრობის საქმიანობისადმი არის გავარესებული.
ეკონომიკის ცოდნა ხო არ უნდა, რომ წინა თვეში შეხვედი მაღაზიაში, რაღაც იყიდე 100 ლარად, შეხვედი დღეს და ვეღარ იყიდე იგივე 100 ლარად. ხო, სხვა არ უნდა ეკონომიკის ცოდნა. ნებისმიერი ადამიანი მიხვდება, რომ ეს რაღაც. და არაფერი არ გესმის მთავრობის მხრიდან, რაც ამას ახსნის და თქვათ იმედს დაუსახავს, რომ არა ჩვენ ამას გადავჭრით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისე ხო არ უნდა გასაგებია, რომ საქართველოში ვერ მოახდენ და 2 წელიწადს ისეთ საოცრებას, რომ დღეს ჩვენ ნორვეგია ვიქნებოდით ან რაღაც დიდი ბრიტანეთი, ხო? მე რაც არ მომწონს, პრობლემებზე არ ხდება საუბარი. მაგალითად, ჩვენ გასულ წელს 2014 წელს ჰქონდა ექსპორტში შემცირება და ცოტა ხნის პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და 2 წლის ექსპორტი თქვა ჯამში, რომ მაინც პლუსი ეთქვა. ის კი 13-ში გაიზარდა 14-ში შეცვლიდა. 2-ის თქვა ჯამში, რომ აი ხალხს არ უთხრა, რომ ჩვენ ექსპორტი შემცირდა. ხო, აი ჩვენ პრობლემებზეც უნდა ვისაუბროთ. ადამიანები გრძნობს პრობლემები არის და ამ პრობლემებზე არავინ არ ესაუბრება. ეუბნებიან, რომ ყველაფერი წარმატებულა და ჩვენ ძალიან წარმატებული ხალხი ვართ, წარმატებული მთავრობა ვართ და თქვენ ამას ვერ ხედავთ. აი ეს ასაფას რეალობაში ვერ ხედავ, შენ უკვე გიშდება, ვთქვათ, განცდა რომ გაწყვეტ. ეს პირველ რიგში თვითონ მთავრობისთვის არის კარგი, თუ დამიჯერებენ, თუ ამ რიტორიკას შეცვლიან და ბევრს ისაუბრებენ იმ პრობლემებზე, რაც არ გადაიჭრა მათი ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ. დიდი მადლობა. ნუ შეიძლება ეს უკავშირდება იმას, რომ გადაჭრის გზები ჯერ არა აქვს ყოველ შემთხვევაში მოფიქრებული, მკაფიოდ რომ ერთია შენ აღიარო პრობლემა, მეორე უნდა თქვა იქვე როგორ აპირებ ამ პრობლემის მოგვარებას. დიდი მადლობა ამ ანალიზისთვის. არ ვიცი მთავრობის საქმიანობის ინდექსი ამან უნდა გაუარესოს თუ არა, მაგრამ ალბათ კი, რადგან დაპირება იყო რომ წარმოება გაიზრდებოდა, მათ შორის მთავრობის ძალისხმევით და შედეგად ექსპორტი იმპორტს ჩაანაცვლებდა, არადა პირიქით ხდება და განსხვავებამ ამ ორ მაჩვენებელს შორის ბოლო ათწლეულის მაქსიმუმს მიაღწია. მიშა სესიაშვილი გვეტყვის დეტალებს, მიშა შენ უყურებდი ამ ციკლს. საქსტატის მონაცემებით თუ კი 2011-ში ექსპორტის ზრდა 30% იყო, შემდეგ ზრდის ტემპა დაიკლო და 2014-ში საერთოდაც -1.6% გახდა, ანუ ექსპორტი შემცირდა. იკლებს იმპორტის ზრდაც, რაც იმის ნიშანია, რომ მოსახლეობის მყიდველობით უნარიანობა დაბლა მიდის. თუ კი 2011-ში იმპორტის ზრდა 34% იყო, 2014-ში ზრდის ტემპი უკვე 7%-მდე ჩამოვიდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მთავრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს ექსპორტსა და იმპორტ შორის სხვაობასაც, ანუ უარყოფით სალდოს, რომელიც 2011-ში $5 მილიარდ ნაკლები იყო, 2014-ში კი თითქმის 1 მილიარდით გაუარესდა იმავე წინა პერიოდთან შედარებით და ეს ლარის კურსზე დამატებითი წნეხია. ლარი კი ეცემა და თუ კი ამას ფასების მასობრივი ზრდაც მოყვამიშა, ხალხის უკმაყოფილება აი მერე უნდა დაითვალონ. ლარი ამ კვირაში ფსიქოლოგიურ ბარიერს ისევ ასწდა და ბაზარზე დოლარის ფასი 2 ლარის ნიშნულზე ავიდა. რაელის ფასებს ამაზე რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ. ფასების საყოველთაო ზრდას ჯერჯერობით საწვავის გაიაფება აკავებს, თუმცა ავტოგაზი უკვე გაძვირდა და მანქანის გაზზე გადაყვანის მსურველთა რაოდენობაც დაეცა. გაზგასამართლისადმიურების სწრაფად მზარდი ინდუსტრია სწრაფადვე უკან იხევს. დაგვებოდით. განვაგრძოთ ბიზნეს კურიერს, მთავრობა ცდება, ჩვენი ექსპერტები კი არა. ამის დასტურად ლარი გასულ კვირაში კიდევ დაეცა იმის საპირისპიროდ, რომ საახალწლოდ ლარის ვარდნა, ისევე როგორც მისი მთავარი გამოწვევი მიზეზები მთავრობამ ამოწურულად გამოაცხადა. წინა ბიზნეს კურიერში დოლარი ჯერ კიდევ 2 ლარს ქვემოთ 1.93-ის ნიშნულზე იყო. ამ კვირაში კი ოფიციალური კურსი 1.99-ზე ავიდა, ხოლო ბაზარზე ლარმა ფსიქოლოგიური ნიშნული გადაალახა და 2 ლარსაც ასწდა, ისე როგორც ეს შარშან ლარის ვარდნის პიკში იყო. მაშინ მთავრობა მიზეზად ხელოვნური პანიკა დაასახელა, პანიკის სათავედ კი ვითომ ექსპერტები. ამჯერად კი მიზეზს საერთოდ აღარ ასახელებს არც მთავრობა და არც ეროვნული ბანკი. ჩვენ შეკითხვებს ამ თემაზე ორივე მხრიდან დუმილით პასუხობენ. თუმცა მიზეზზე მეტად ხალხს შედეგი აინტერესებს, გაზრდილი ფასები. აქამდე ფასებს მეტნაკლებად საწვავის გლობალურ გაიაფება აკავებდა და აბალანსებდა, თუმცა ჩანს ფასებმა ეს ბარიერი უკვე აძლიეს. და შემდეგი ნახტომისთვის ემზადებიან როგორც სურსათზე, ასევე მედიკამენტებზე. მე ვფიქრობ, უკვე აი ამ დღეებში ძალიან ბევრი კომპანია გააძვირეს პროდუქციას ალბათ 10%-ით. თუ თვის ბოლომდე კურსი შენარჩუნდება და უკვე თითქმის აღწევს 2 ლარს, ხო? ძალიან ბევრი კომპანიას ექნება ალბათ 10-12% გაძვირება. ის პროდუქცია, რომელიც ჩვენ დოლარზე ქონდა და გავაძვირეთ, მკვეთრად შემცირდა მაგის რეალიზაცია. განახევრდა, მაგრამ ჩვენ ვაბალანსებთ იმ პროდუქციით, რომელიც შემოგვას რუსულ რუბლზე. იქ პირიქით რეალიზაცია მატულობს, იმიტომ რომ ფასების გაიაფების საშუალება გაგვიჩნდა. მაგრამ ესეც ყველაფერი არ არის სტაბილური და არ ვიცით რა მოხდება
კიდე რამოდენიმე ხანში. ლარის გაუფასურებამ გამოიწვია ამ ეტაპზე 5-10%-ით ზრდა ფასების, თუმცა ეს არის მხოლოდ 30% პროდუქციისა. პროდუქტების ძირითადი ჯგუფია პირველადი მოხმარების აგნები, საქონელი, ისეთები როგორიც არის მაგალითად ბაკალეა, რძის პროდუქტები, თუმცა აღინიშნა უფრო მეტი ზრდა, თქვა 10%-იანი ზრდა საქონლო ჯგუფზე, ალკოჰოლზე და თამბაქოზე. თუ ლარის ნიშნული გადაცილდა 2-ს, ამ შემთხვევაში პროდუქციის ფასი მოიმატებს და რეზერვები, რომლებიც ჰქონდათ იმპორტიორებს, ამოიწურება, ამის შემდგომ უკვე განახლებული ფასებით მოგვაწვდიან პროდუქციას და შემდგომ გაიზრდება ფასები. ფასები შეიცვალა მცირეოდენით გაყინულ პროდუქციაზე, ეს არის ფრინველის პროდუქცია გაყინული, რომელიც შემოდის იმპორტით საქართველოში. ბურღულეულს მაგალითად გაიზარდა ფასები ციცაბურას. დანარჩენის ინფორმაციას ჩვენ უკვე ეტაპობრივად ვიღებთ მოუწოდებლებისგან მისაღწევ პროდუქციის იმპორტს საქართველოში. დოლარის კურსთან მიმართებაში ძირითადად გაძვირებულია მომწოდებლების მხრიდან პარაფარმაცია, მაგრამ ჩვენი ძველი ნაშთების საფუძველზე ჯერჯერობით შენარჩუნებულია ძველი ფასები, ასევეა მედიკამენტებზეც, მაგრამ თუ პროცესი ასე გაგრძელდა, მაშინ სავარაუდოდ 2 კვირის შემდეგ შესაძლებელია მოხდეს ამ პროდუქციის გაძვირება. და რაც შეეხება სურსათს, ხილისა და ბოსტეულის ნაწილი 10-15, ზოგი 20%-ით უკვე გაძვირდა, თუმცა წესით ახალი წლის შემდეგ უნდა გაიაფებულიყო. ფასებს ბაზრებში კომპანია ბაზარ ინფო რესტორნებისა და საავჭრო ქსელების დაკვეთით იკვლევს და აი ასეთ სურათს გვაწვდის. კილოგრამი ბანანი დეკემბრის ბოლოს ლარნახევარი ღირდა, დღეს ფასი 2.20-ია, ანუ 46%-ით გაძვირდა. კივი 2.40 ღირდა საახალწლოდ, ახლა 4 ლარი ღირს 77%-ით გაძვირდა. ბადრიჯანი დეკემბერში 3 ლარნახევარი ღირდა, ახლა 4.5 ღირს, ანუ 30%-ით მოიმატა. და პომიდორი 2 ლარი იყო, 2.5 გახდა, სტაფილო ლარი და 20 იყო და ლარი და 30 გახდა, ანუ 7%-ით მოიმატა. რაც შეეხება სუპერმარკეტებს, ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე ფასების ზრდა იქ თამუნა დემიტრაშვილმა შეამოწმა. ბოლოწლებია თბილისის სავაჭრო ქსელებში ჩვენს მიერ შექმნილი სასურსათო კალათის ფასების მონიტორინგს ვაკეთებთ. ლარის კურსი თითქმის 11%-ით გაუფასურდა და კითხვა ძვირდება თუ არა პროდუქტები დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. ჩვენი კალათის ფასებს ტრადიციულად სამ სავაჭრო ობიექტში შევამოწმოთ. როგორც წესი 5 დასახელების პირველადი მოხმარების პროდუქტისგან შედგება. ესენია ზეთი, შაქარი, წიწიბურა, 1 კილოგრამი გაყინული ქათამი და ხსნადი ყავა 100 გრამიანი შეფუთვით. ჩვენ მხოლოდ ფასი გვაინტერესებს, ამიტომ არც პროდუქციის ხარისხს მივიღეთ მხედველობაში და არც მწარმოებელ კომპანიას. კალათაში მხოლოდ ყველაზე იაფი პროდუქტი მოხვდება. ექსპერიმენტში ტრადიციულად მონაწილეობს 2 უმსხვილესი ქსელიც, ესენია გუდუილი და ქართული. ჩვენ ვიცით რა ღირდა ჩვენი კალათა აქ წინა წლებში, ვნახოთ ახლა რა მდგომარეობა. სამი მაღაზიის 3 ჩეკი უკვე გვაქვს. ახლა დროა ფასები დავაჯამოთ და ერთმანეთს შევუდაროთ.
ქართულში კალათის ღირებულებამ 15 ლარი და 48 თეთრი შეადგინა. 2013 წლის მონაცემებთან შედარებით კალათის ფასი 10%-ითაა გაზრდილი. გუდულში პროდუქტები ჯამში 18 ლარი და 28 თეთრი დაგვიჯდა. 2013 წელთან შედარებით 9%-ით მეტი. ფუდმარტში, რომელიც წინა წლებში პოპულის ბრენდის ქვეშ მუშაობდა, კალათის ღირებულება 15 ლარი და 85 თეთრი აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში ფასი წინა წლებთან შედარებით 10%-ით შემცირებულია. რაც შეეხება ვაგზლის ბაზრობას, აქ კალათი 14 ლარი და 95 თეთრი ღირს, 2013 წელთან შედარებით 6%-ით მეტი. ჩვენი მონაცემებით სასურსათო კალათის გაძვირების მთავარი მიზეზი ციციბურასა და ყავაზე ფასების მატებაა. დანარჩენ სამ პროდუქტზე სავაჭრო ქსელებში ჯერჯერობით ძველი ფასებია შენარჩუნებული. მთავარია დიდი რისკია რომ პური გაძვირდეს. ქვეყნის მოსახლეობის 60%-ის რაციონში ის უმთავრესი პროდუქტია, რადგან სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. 1 თებერვლიდან რუსეთს ხორბლის ექსპორტზე ახალი საბაჟო ბარიერები შემოაქვს, რაც ფასს 8-10%-ით გაზრდის. ფასზე მოქმედებს ბოლოდროინდელი ლარის კურსის ცვლილება. დღესდღეობით სიფხოძე ფასი არის დაახლოებით $300 ფარგლებში 1 ტონა ხორბლის და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყოველ $100-ზე 10 პუნქტის მატების დროს დაახლოებით $5 ძვირდება ხორბლის ფასი, ანუ $300-დან გამომდინარე, ეს არის $15 გაძვირება ყოველ 10 პუნქტზე. აქედან გამომდინარე, ბოლოს 1.8-დან, როდესაც 2-ზე ავიდა ნიშნულზე, ამან გამოიწვია $30 გაძვირება ხორბლის. რა ფაქტორები განაპირობებს ქართულ ბაზარზე ფასების ცვლილებას? რამდენად ბუნებრივია, რომ ბენზინის 20%-იანი გაეფების ფონზე უკვე ვხედავთ ფასების 10-15%-იან ზრდას და რას ველოდოთ ლარის შემდგომი ვარდნის შემთხვევაში? ამას ახლა დათო ასლანიშვილის საინვესტიციო კომპანია GIG-ის დამფუძნებელს ვკითხავთ. მოგესალმებით, დავით. მოგესალმებით. და პრინციპში აი კითხვა გვაქვს უკვე გაიჟღერა თქვა შესავალში. ბენზინი დაეცა 20%-ით, ლარი მხოლოდ 11-12%-ით ჯერჯერობით ბოლო თქვა ნოემბრიდან მოყოლებული, მაგრამ ხედავთ რომ ფასების და უკვე დაიწყო 10-15%-ით ნაწილზე და უკვე თებერვლიდან კვირდებიან მოვაჭრები კიდევ მნიშვნელოვან გაძვირებას გლობალური მასშტაბით. რატომ ვერ აბალანსებს და კიდევ რა ფაქტორები თქვა აწვება ფასებს ზრდის დინამიკით? აკაკი პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს თავისი ორგანული შემადგენლობით არ არის ცალკე მდგომი ქვეყანა და ჩვენ დამოკიდებული ვართ ჩვენ სავაჭრო პარტნიორებზე. ზოგადად ჩვენს გარშემო ვისთანაც ვაჭრობს ქვეყანა, ანუ უკრაინა, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, შეიძლება დავამატოთ თურქეთის გავლით ევროკავშირი, ამ ქვეყნებში მიმდინარეობს საკმაოდ მძიმე პროცესები. ანუ რუსეთში აქვს თითქმის 100%-იან ვარდნას ვალუტის კურსის. ანალოგიური ვითარება არის უკრაინაში 8 გრივნიდან 16-ზე და მეზე გახდა $1 ღირებულება. ხო, ნუ შესაბამისად ეს პოზიტიური ფაქტორია ჩვენთან ფასებისთვის, ხო, იმპორტიორებისთვის, იმიტომ რომ როგორი სიტუაცია ჩვენი ექსპორტ-იმპორტის ბალანსი არის ეს ასახული საკმაოდ მძიმედ. თუ წინა წლებში ჩვენი ექსპორტი თქვა ჩამორჩებოდა იმპორტს დინამიკაში, სადღაც 2.5-3 მილიარდი დოლარი წლიურად მინუსიანი ბალანსი ჰქონდა, ანუ ექსპორტი ჰქონდა პირობითად 2 მილიარდი, იმპორტი 5. ამჟამად 2014 წლის შედეგებით ეს უარყოფითი სხვაობა 5 მილიარდს გადააჭარბა. ეხლა ეს რას გულისხმობს? ანუ ჩვენ რეალურად რომ ლარის კურსია საუბარი, რომ იყოს სტაბილური, ხოლო ლარის კურსის სტაბილურობა ნიშნავს ფასების სტაბილურობას. იმიტომ რომ ჩვენთან შემოდის იმპორტული საქონელი, რომელზეც ფასი ძვირდება. ანუ ეს არის ფაქტობრივად ეს არის ეს 5 მილიარდი ფული, რომელიც ეკონომიკიდან გაედინა გარეთ და ის რაღაცამ უნდა შეავსოს, ხო? ეს უკვე ხსნის უკვე ლარზე ზეწოლას, მაგრამ არა ფასებზე. ხო და ამაშია საქმე, რომ ჩვენთან ეს ივსებოდა ეს სხვაობა, ვთქვათ, ინვესტიციების სახით, ან გადმორიცხვებით სხვადასხვა ქვეყნებიდან, ან სავაჭრო ურთიერთობებით. ეს ფაქტორები არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ამ ეტაპზე. რეალურად ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები გაუარესებულია. არ არის დასამალი. ნიშანდობლივია, რომ ვთქვათ, არც ეროვნული ბანკის მხრიდან, არც ფინანსთა მინისტროს მხრიდან, არც სხვა ეკონომიკური გუნდის
უფლება მოსილი პირების მხრიდან არ ხდება რაიმე კომენტირება სიტუაციის, ანუ ესეც გასაგებია, იმიტომ რომ ეს პროცესი ეხლა იწყება და მიდის. შესაბამისად, რა ხდება ეხლა, აი თქვათ ზამთრის პერიოდში, შესაძლებელი იქნება ამის შეფასება ზაფხულში, ანუ როდესაც უკვე იქნება ამის სტატისტიკური მონაცემები. ფიქრობთ თუ არა, რომ საჭიროა სუბსიდირება მოახდინოს, აი თქვათ თუ კურსზე წავიდა ფასების ზრდა, მათ შორის არა მხოლოდ სავალუტო ფაქტორების გამო, არამედ აი თქვათ ეხლა მქონდა ინფორმაცია, რომ საბაჟო რეგულაციები გაამკაცრა თუ გააძვირა ყოველ შემთხვევაში რუსეთმა, მთავრობამ უნდა ჩაერიოს რაღაცნაირად იმისათვის, რომ სოციალური უკმაყოფილება შეაგავოს. ეს ალბათ თავის კომპეტენცია, რა თქმა უნდა, მაგრამ მე როგორც ვიცი, პურზე თავისუფალი ფასწარმოქმედება საქართველოში არც არასოდეს ყოფილა. ანუ ასე თუ ისე სუბსიდირება და კონტროლი პურის ფასის ყოველთვის იყო, არის და სავარაუდოდ იქნება. ანუ ამ ხრივ ეს მოსალოდნელია. აქ უბრალოდ თავარი უნდა იყოს სხვა ფაქტორი, რომ როგორ შეიძლება ასეთი უარყოფითი გავლენის მინიმიზება, ვთქვათ, შესაძლებელია თუ არა, ვარ თუ არა მაქსიმალურ ოპტიმალურ ზოლში, ასე ვთქვათ, თუნდაც აი ვარდნის გამო ჩვენთან არ მოხდარა, ასე ვთქვათ, მკვეთრი ვარდნა, იგივე ვთქვათ, სავალუტო კურსის და ადგილი არ აქვს რაღაც სასწაულ ციფრებს და ფასების და საქონელზე სამხმარებლო ფასებსა თუ ლარის დოლარის კურსის მიმართ. გამორიცხავთ თუ არა, რომ შეიძლება ის ფაქტორი, რომ ეს არის ძალიან პატარა ბაზარი, უამრავ მიმართულებაში არის თუ არა მონოპოლური, ყოველთვის გაბატონებული მდგომარეობა ცარკეული კომპანიების, მათ შორის როგორც ვიცით, ხშირად არის ხოლმე ფასის მიერი შეთანხმებები, რასაც მთავრობა აცხადებდა, რომ პირველი დღიდან შეებრძოლებოდა, მაგრამ არაფერი ამ ხრივ არ მინახავს. ეს იქონიებს რაღაც გარკვეულ დამატებით ბიძგს ფასებზე. მოდით ასე ვთქვათ, საქართველოს რა თქმა უნდა არასოდეს არ იყო თავისუფალი კონკურენტული გარემოს მქონე ქვეყანა. ჩვენთან თითქმის ყველა დარგში, იქნება საფინანსო დარგი, საბანკო სექტორი, იქნება ეს ენერგეტიკული სფერო, იქნება ეს იგივე სასურსათო ქსელი, რომელიც თქვენ აქ სიუჟეტში აჩვენეთ, ყველგან ადგილი აქვს ან ფასისებრივ შეთანხმებას, იმიტომ რომ დიდი სხვაობა ფასებში არ არის, თქვენ ექსპერიმენტს დაადასტურა, ეგ ერთი. და მეორე მონაწილეები, ვინ თქვა აწვის პროდუქციას ქვეყანაში მოსახლეობას არის საკმაოდ მცირე. თითზე ჩამოსათვლელი შეიძლება იყოს ყველა მნიშვნელოვან იმ დავარქვათ ასე დარგებში, სადაც ეკონომიკური აქტივობა ასე თუ ისე ყოველთვის არის და იქნება და შეიძლება თქვათ ადამიანმა თუ თქვათ ბიზნესმა იშოვოს ფული. ამ ხრივ ის რომ არ აქვს თავისუფალი კონკურენცია, ეს დამატებით დახს ასვამს ამ სიტუაციას, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ეს ახლა სხვადასხვა ფაქტორებით არის თქვათ განპირობებული, ჩვენთან არ მუშაობს თქვათ ადეკვატურ დონეზე ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა. იგივე თქვათ ბენზინზე ფასები, მე რაც აკვირდები პრესაც იყო დავალება და დღემდე ჩვენ შედეგი არ ვიცით. რატომ თქვენს მიერ ნახსენები საქართველოში ბენზინზე ფასი მოიკლო მხოლოდ 20%-ით, როცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბენზინზე ფასმა მოიკლო 58%. შესაბამისად, აქ არის პოტენციალი იმისა, რომ თქვათ თუ რაღაცა იქნება და თქვათ აქ არის მართლაც თუ არის ხელოვნური რაღაც ფიქსაცია ფასების, მაშინ აი დანარჩენ ფასებზე ზეწოლის ზეტვირთი გარკვეულწილად კიდევ ცოტა ხანს მოიხსნას ან ფასების კლების. ბუნებრივია, ან სანამ საქართველოში არ არის აი ესეთი თქვათ თავისუფალი კონკურენციის პირობები, სადაც შეუძლია კონკრეტულ ერთსხვილ მონაწილეს იმოქმედოს კონკრეტულ ფაზზე, საქონლის მომსახურების თუ სერვისის მსგავსმოვლენებს ყოველთვის ექნება ადგილი. ეს ყველაფერი ასახვას გარკვეული ტვირთის სახით პოვებს იგივე თქვათ სამხმარებლო ფასებზე და საბოლოო ჯამში ჩვენს ყოველ ჩვენთაგანის ჯიბეზე, ასე თქვათ, ამ სამხმარებლო. თქვენი პირადი მოლოდინი როგორია თქვენი ჯიბეზე? ჩემი პირადი მოდით ასე ვთქვათ, ამ სიტუაციაში, როდესაც მე ხა როგორც მკვლევარი, რომელიც თქვათ ამ ლარის კურსთან დაკავშირებით მაქვს ჩემი კვლევები ჩატარებული 97 წლიდან მოყოლებული, 95-ში ლარის შემოღებულია 3 წელი უბრალოდ უძრავად იყო. შეიძლება თქვათ, რომ ჩვენი ყოფებით ლარისთვის უარყოფით სეზონში. ეს არის სეზონური ფაქტორების გამო, ეს არის ზამთარი. ლარი ყოველთვის გარდა 2004-2007 წლების განმავლობაში, როდესაც ადგილი ჰქონდა მასობრივ პრივატიზაციას და აქედან მიღებული იქნა თანხები, ანუ დოლარის სახით, ამან დააბალანსა ეხვითარება და ზამთარმა ასე მძიმედ ლარის კურსზე არ იმოქმედა, თქვათ ვოლატილობის კუთხით. სხვა მხრივ, სხვა პერიოდში ყოველთვის და ეხლაც ბოლო 6-7 წლის განმავლობაში ლარის კურსი ზამთარში შემოდგომის მეორე ნახევრიდან და ზამთრის მთელი განმავლობაში, თეთრის განმავლობაში. რატომ ბატონ დავით, რა არის მიზეზი იმის გამო, რომ ზამთარში როგორც მიზეზი ამისი არის ის, რომ ამ პერიოდში როგორც წესი ექსპორტ იმპორტორები ყიდულობენ საქონელს მთელი წლისთვის, ეგ ერთი, ანუ მათ ჭირდება დიდი ოდენობით ვალუტა.
ეგ-ერთი ფაქტორი. მეორე ფაქტორი, რომ გადმორიცხვები ამ პერიოდში უფრო ნაკლებია, ვიდრე ვთქვათ, ზაფხულის თვეში და ტურისტებიც ნაკლები ვთქვათ, რაოდენობით შემოდიან, ეგ მეორე. ჩვენი მოსახლეობა ცდილობს ამ სიტუაციაში უფრო დახარჯოს, დავარქვათ ასე, რესურსი, რომელიც საბოლოო ჯამში მიემართება დოლარის საყიდლად, აი ამ კუთხით. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენთვის ხელსაყრელად დაემთხვა ნავთობის გაიაფება და შესაბამისად ნავთობპროდუქტების გაიაფებაც. მართალია რომ თქვა ქართულ ბაზარზე მხოლოდ 20%-ით აისახა ეს, თუმცა ალბათ უნდა ვივარაუდოთ რომ რეალურად უფრო მეტი იყო ამ კომპანიებისთვის, ნავთობკომპანიებისთვის და თქვა იმ პირობებში როცა მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტების იმპორტი ხორციელდება, ეს მნიშვნელოვანი შეღავათი უნდა ყოფილიყო ეკონომიკას, არა? მიხეილ, რაშია საკმაიცით არის მოკლევადიანი ეფექტი და გრძელვადიანი, ანუ თქვა ეს რასაც თქვენ ბრძანებს, თუ გაგრძელდა ეს ტენდენცია, ვთქვათ, არა რამოდენიმე თვე, როგორც ახლა ახსოვდი, არამედ ვთქვათ, ერთი წლის განმავლობაში საბოლოო ჯამში ეკონომიკური კანონების მუშაობის შემთხვევაში, რასაც საქართველოს სამწუხაროდ ვერ ვიტყვი ბოლომდე ასე მუშაობს, ეს ფაქტი დადგება. მაგრამ ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ მოკლევადიანი ტრენდი. მოკლევადიან ტრენდში ასე სწრაფად სიტუაცია ვერ შეიცვლება, ეგ ერთი. მეორე სიტუაცია, რაც აი ამ მდგომარეობას თუმცა ეს მარაგები ყოველთვის იუსება, ყოველ შემთხვევაში ასე ვიცით ჩვენ ნავთობკომპანიებისგან, რომ ეს მარაგები თვეში ერთხელ ახდება. შესაბამისად, ფასიც თვეში ერთხელ ახდება შეძენს. ნუ აი ბუნებრივია ხა მე თქვენ ხა უნდა ვარაუდით ვიმჟევთ, იმიტომ რომ კვლევა რა ხდება ამ ბაზარზე დღემდე არ არის საჯარო და განხორციელება. ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია ვთქვათ ორი ფაქტი კონსტატაცია, რომ ჩვენთან დაიკლო 20%-ით, სოფლიოში 58 და ვსვამთ საკმაოდ ლოგიკურ კითხვას, რატომ? დანარჩენი ეს რატომ უნდა შეისწავლოს წესით და რიგით ჩვენთან რო ყოფილიყო საბაზრო ეკონომიკა სრულად გაშლილი და ყოფილიყო თავისუფალი ფასწარმოქმნის პირობები და ყველა შეეძლებოდეს ასე სიტუაციაში თქვათ, თუ მცირე ბიზნესაც გქონდეს თავისი თქვათ გაზის თუ ნავთობის შევსების რეზერვუარის საშუალება და გაყიდვის ასეთი ფაქტორები და შესწავლა საქმის არ დაგჭირდებოდა, მაგრამ ნუ რადგან გვაქვს აი ესეთი ოლიგოპოლიური ვითარება, ამიტომ გვაქვს ანტიმონოპოლიური სამსახური შექმნილი, რომელიც სწავლობს. დაველოდოთ მის შედეგებს რაც გვეთქვას. ეს არის დიახ ფაქტორები, რაზეც ჩვენ ვსჯელობთ, რამაც შესაძლოა და იქონია გავლენა ფასებზე, ხოლო რა შეეხება მოლოდინს, ყოშტყოში მოვაჭრეები ცალსახად ამბობენ, რომ თუ ლარმა ესე განაგრძო ყოშტყოში ან შეინარჩუნა ეს 2 ლარიანი დოლართან მიმართებით პოზიცია, უკვე თებერვლიდან 10-15%-იან მასობრივ გაძვირებას უნდა ველოდოთ. დიდი მადლობა. ლარის ვარდნამ სამაგიეროდ მძიმედ დაარტყა გაზგასამართი სადგურების სწრაფად მზარდ ინდუსტრიას. გაზსადგურები დოლარით ყიდულობენ, შესაბამისად ფასი მათ 15%-ით გაზარდეს, ბენზინის 20%-ით გაიაფების ფონზე, მომხმარებლის ნაწილი მათ შედეგად უკვე დაკარგეს. მძღოლებს გაზის სარგებლობა დიდად ამდენად აღარ წუხით. გაზი უნდა გაიაფეს. თუ გაიაფეთ ბენზინი. უნდა გაიაფეს, კი აწეულია. მაინც ეკონომიურია გაზი. რამდენიც? დაახლოებით ალბათ 50 კილომეტრამდე უფრო შეღავათს მაძლევს. ავტომობილებისთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირის ფასი ორ თვეში დაახლოებით 10%-ით გაიზარდა. ასოციაციაში, რომელიც გაზის სადგურებს აერთიანებს, ამბობენ, რომ მიზეზი იმავე პერიოდში დოლარის კურსის გაუარესებაა. ყველა კონტრაქტი, რომელიც აქვთ გაზგამანაწილებელ კომპანიებს, შესაბამის მომწოდებელთან და მომწოდებელი არის ერთადერთი ფაქტობრივად არის დოლარში დაფიქსირებული ფასი. ეს ერთის მხრივ აზარალებს მომხმარებელს და აზარალებს თვითონ ამ კომპანიებს, რომლებსაც მნიშვნელოვნად ჩემი ინფორმაციით შეუმცირდათ მომხმარებელი. ბუნებრივ აირს გასამართი სადგურები სოკარისგან დოლარის კურსზე მიბმული კონტრაქტით ყიდულობენ. სოკარში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ, რომ კურსის ცვლილებების ან მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის გაიაფების მიუხედავად ფასის გადახედვას არ აპირებენ. გაზის სადგურებს კი შესაძლოა საერთოდაც დახურვა მოუწიოთ, რადგან უმეტესობას დოლარში აქვს აღებული საბანკო სესხები, რომლის გასტუმრება დღითი დღე უძნელდება. ძირითადი ნაწილი ამ კომპანიების ამ გაზგასამართ სადგურებს აშენებს საბანკო კრედიტის გზით და ეს კრედიტის თავის მხრივ ხშირ შემთხვევაში დოლარში ასევე დაფიქსირებული. კვლავ ლარი უფასურდება დოლართან და ეს კომპანიები უბრალოდ ვერ შეძლებენ ფუნქციონირებას. თუკი სექტემბრისთვის ბუნებრივ აირზე გადასვლას ყოველი მეორე ავტომფლობელი ფიქრობდა, დღეს მსურველი თითქმის აღარ დარჩა. მომხმარებლების რაოდენობა 50-70%-ით დაეცა იმ კომპანიებშიც, რომლებიც გაზის აპარატურას ამონტაჟებდნენ. ბენზინის გაიაფებამ გამოიწვია, რომ მონტაჟები შემცირებული არის. თითქმის ნახევარზე. ძალიან ბევრი ობიექტი არის, ხა ერთმანეთთან ურთიერთობა გვაქვს, რომ საერთოდ მონტაჟებიც აღარა აქვთ.
ავტოგაზის პოპულარობის გამო თავის დროზე ამ ბაზარზე ადგილი მსხვილმა ნავთობ კომპანიებმაც დაიკავეს, რითაც ძვირის საწვავით წარმოქმნილი რისკები გადააბალანსეს. ჩვენ უყურებთ ბაზრის ტენდენციებს. ტენდენციები ბოლო პერიოდში, მას შემდეგ რაც საბედნიეროდ დაიწყო ნავთობის ფასების შემცირება, შესაბამისად გაზის კუთხით ალბათ ეს ბუნებრივია გავლენას იქონიებს და ეს გავლენა რაში გამოიხატება. ჩვენ ამის ნათელი სურათი გქონდა 2008-2008-2009 წლებში და გქონდა ჩვენ ესეთი შემთხვევა, როდესაც საწვავს ბენზინს და დიზელს დაახლოებით 90 თეთრად, 95 თეთრად ვყიდით, იმავე დროს, როცა გაზის ფასი იყო 1 ლარი და 10 თეთრი. სოფლიო ბაზრებზე ბენზინის ფასი უკვე განახევდა. ჩვენთან მართალია კლება 20%-ს არ გასცილებია, მაგრამ სენტა პეტროლიუმში, რომელიც ამჟამად საბითუმო ბაზარზე მოღვაწეობს, მიაჩნიათ, რომ ფასმა კიდევ უნდა დაიკლოს. კომპანიაში თვლიან, რომ საბითუმო ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენამ იქ ფასით შეამცირა და იგივე მოხდება თუ საცალო ბაზარზეც ახალი მოთამაშეები შემოვლენ და დაიმსხვრევა მანკიერი პრაქტიკა, როცა საწვავის მარაგს ყველა კომპანია ერთ იმპორტიორთან ავსებდა. ჩვენ აკრძალული ქონდა საწვავის იმპორტი, იძულებული ვიყავით, რომ სხვადასხვა მითითებული კომპანიებისგან შეგვეძინა. სულ 3-4 თვის წინ 1 კილომეტრის გავლა ბუნებრივი აირით 10 თეთრამდე ჯდებოდა. მაშინ როცა იგივე 1 კილომეტრს 30 თეთრის რეგულარის ტიპის ბენზინი სჭირდებოდა. მართალია დღეს სხვაობა ოდნავ ნაკლებია, მაგრამ როგორც ჩანს, ბუნებრივ აირს ამ პირობებშიც მომხმარებელი ჯერჯერობით ისევ ეყოლება. ლარის ვარდნა კიდევ ერთ ინდუსტრიას დააწვა მძიმედ, კერძოდ უძრავი ქონების ბაზარს, სადაც ბინები როგორც წესი დოლარშია ხოლმე დენომინირებული და იგივე ფასების პირობებში ბუნებრივია მომხმარებელს მათი შეძენა გაუძვირდა და ამან მოთხოვნაც დაბლადაწია. რა თქმა უნდა, მოთხოვნილება ისეთივე მაღალი არ არის, რაც იყო, ვთქვათ, ისე იგივე ნოემბერში. იანვარ-დეკემბრის შუა რიცხვებიდან იანვრის დღევანდელი დღის ჩათვლით მოთხოვნილება მიწოდება უფრო მაღალი არის, ვიდრე შესყიდვა. რეკლამის შემდეგ დაპირებული მილიონი ხე თბილისში, რატომ აღარ უნდა ამ თემაზე მერს საუბარი და აღარც სქემას აქვეყნებს, რომლითაც მილიონი ხე 5 წელიწადში სამშენებლო კომპანიებს უნდა დაერგოთ. ისინი კი ხეებს არათურ გავენ, დარგულებს შეხავენ, მერის ნებართვით. აგრეთვე დაპირებული ხალხის აზრის შესწავლა თბილისში ყველა მნიშვნელოვან მშენებლობაზე ნებართვის გაცემამდე. რატომ დაიწყო ქალაქის ცენტრში ხალხის პროტესტის ფონზე გახურებული ნგრევა შენება, ასევე მერის ნებართვით. დაგველოდეთ. განაგრძობს ბიზნეს კურიერს მედიისთვის მიცემული დაპირების მიუხედავად, რომ ყოველთვის ღია და ხელმისაწვდომი იქნებოდა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჩვენს კითხვებზე პასუხი დღეს არ ისურვა. შესაბამისად, მხოლოდ კითხვები დაისმება მისი მისამართით, პასუხებს კი ვერ მოვისმენთ. სინამდვილეში ეს კითხვები ხალხს აქვს და ჩვენ მოგმართავენ, კერძოდ რატომ ჩეხავენ სამშენებლო კომპანიები თბილისის ცენტრში ხეებს, მაშინ როცა ნარმანიას დაპირებით მათ პირიქით მილიონი ხე უნდა დაერგოთ. რატომ არ შეიმუშავა მერიამ დაპირებული სქემა, რომლითაც მილიონი ხე უნდა დარგულიყო თბილისის გარშემო. აქ დაიწყეს ხეების მოჭრა და უნდათ მრავალსართულიანი კორპუსის აშენება. აქ საერთოდ ჩვენი ეზო და გამწვანება დაგვრჩა ეს ადგილი მარტო გარშემო თუ შემოიხედავთ, დაინახოთ არსად ხე აღარ არის. ჩვენ წინააღმდეგები ვართ მეზობლები, იმიტომ რომ ეს მწვანე ჩვენი სადაც ბავშვები ხედავთ თქვენი სათამაშო მოედანია, ბავშვები ყოველდღიურად აქ გამოდიან, თამაშობენ, ესეც აღარ გვექნება. ჰაერი საერთოდ არ გვექნება აქ. კორპუსის შენებლობა გამოიწვევს არა მხოლოდ ამ კორპუსის ნგრევას, არამედ მთლიან ამ ზონის განადგურება. ეს ნაყარი მიწა, ისე ბუნებრივად კი არ იყო ასეთი მიწა, ეს არის ნაყარი მიწა. ჩამოიშლება ეს 4 დღის წინ ნახეთ, რომ ეს ხეები იყო მოჭრილი. აქ არის 5 ხე, კაკლის 5 ხე მოჭრილი და დანარჩენი ხა ტოტები და რაღაც კიდე აგერ არის მოჭრილი, იქ არის მოჭრილი. ამაზე არავის არ აქვს პრეტენზია, ისედაც საჭიროა, მაგრამ ეს მოჭრილია ისე რომ ვერაცოდეს ვერ გაიზრდება. ეს ხეები ვაკეში ქართულ ბანკის უკან მოჭრეს მის გადაღმა, ვაკის პარკში კი მერიის ნებართვით სასტუმრო ბუდაპეშტი უნდა აშენდეს. ნებართვის თანახმად მიწის ზევით 27 მეტრის სიმაღლის, ანუ თუ ჩავთვლით რომ თითო სართული 4 მეტრამდე იქნება, გამოდის რომ 7 სართულიანი. ამ პროექტს კარგი ხანია არასამთავრობო ორგანიზაციები და ცალკეული ადამიანები აპროტესტებენ, თუმცა მათი ჯერჯერობით არავის ესმის. დღეს 1 საათში ისინი მორიგ საპროტესტო აქციას გამართავენ. მანამდე კი ერთ-ერთი ორგანიზატორი ნატა ფერაძე პარტიზანული მებაღეობის ხელმძღვანელი ჩაგვერთება
ხდება ვაკის პარკიდან, სადაც სამზადისია აქციისათვის. მოგესალმებით, კალტონატა და პირველ რიგში მინდა შეგაქოთ, იმიტომ რომ თქვენი აი საზოგადოებრივი აქტიურობის შედეგად საქართველოში არ დარჩა ადამიანი, რომელმაც ამ პრობლემის შესახებ არ იცოდეს და არ ქონდეს ნეგატიური განწყობა. მაგრამ ვერ მიაღწიეთ, რომ ეს იგივე ნეგატივიზმი შეგექმნათ, თქვათ, მიიგეტანათ ადრესატამდე, საბოლოო ვისაც ეხება რაღაც ჩარევა, მერიას გულისხმობ. რატომ? რამ არ იმუშავა თქვენი აზრით, რატომ ვერ შედგა ეს კომუნიკაცია? გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა ესეთი შექებისთვის. მერიამდე მინდა ვთქვა ამაყად, რომ ეს ყველაფერი ჩვენ მივიტანეთ და ძალიან კარგად იციან, იმიტომ რომ მთელი მათი წინასაარჩევნო პროგრამა იყო დაფუძნებული ზუსტად გამწვანებაზე და მილიონ ხეზე. თუმცა მერე დაპირების შესრულება ვერ შეძლეს, ალბათ იმიტომ რომ ფინანსურმა ინტერესმა სძლია, ან აყოფნით ძალა. მერიამ დაგვინიშნა ჩვენ არაერთი შეხვედრა მე-20 სართულზე, თითქოს ძალიან კონსტრუქტიული დიალოგი უნდა წარმართულიყო, მაგრამ ეს შეხვედრები მხოლოდ შეხვედრებად დარჩა, არაფერი შეცვლილა, რამაც ჩვენ გვაიძულა. უშუალოდ შეხვდით თუ არა ნარმანიას და აი მან რა გითხრათ თქვენ? არაერთხელ შევხვდით უშუალოდ დავით ნარმანიას, რომლის მოკრეფილი გვაქვს მთელი წინასაარჩევნო მასალა, სადაც ის გვპირდება, რომ ვაკის პარკი უნდა დარჩეს სარეკრეაციო ზონად, თუმცა გამოთქვამდა თითქოს ბჭყალებში გულის ტკივილს, რომ მესასტუმრო არ უნდა აშენდეს, შექმნა კომისია და შეიყვანა 5 პრობლემური ობიექტი, მათ შორის ვაკის პარკი, დიღმის ტყე პარკი და ასე შემდეგ, მაგრამ თქვა, რომ მერია დაწერს სარეკომენდაციო წერილს, რომლითაც მერე მიმართავს ინვესტორს და ინვესტორს თუ სურვილი არ ექნება, მას შეუძლია ეს არ გაითვალისწინოს. რაც ჩვენ გადავამოწმეთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან, რომელიც გვიდგას ხარში და გვითხრეს, რომ ეს არ არის სიმართლე, მერიას აქვს ძალაუფლება, რომ ბათილად ცნოს თავის მიერ გაცემული მშენებლობის აქტი, რის გამოც დღეს ჩვენ აქ ვიკრიბებით 3 საათზე და მორიგ პეტიციას ვაწერთ ხელს. გვაქვს პეტიცია 6000 ხელმოწერიანი, ეხლა კიდე მოვაგროვებთ, რომ მერიამ ბათილად ცნოს შვაგულ პარკში მშენებლობა და არავინ არ თქვას, რომ ეს არ არის პარკი და ეს არის ჭავჭავაძის გამზირი, ეს ცალკე კვლევის საკითხია. თუმცა მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ თქვენ არა გაქვთ, თქვათ, აი ფიქსირებული პროტესტი მაინდა-მაინც ამ ვაკის პარკის მიმართ. ზოგადად აი ამ პრობლემის მიმართ, რომელსაც დღეს ქალაქში ვხედავთ. მათ შორის დაანონსებული პრობლემის მიმართ, მე გულისხმობ პანორამა თბილისის, რომლის ფარგლებში ბუნებრივია, გარდაუვალია ეგ, ხეებიც გაიჩეხება, ლანდშაფტის შეიცვლება და ასე შემდეგ. აი ამ ნაწილში ყოველ შემთხვევაში ის რაც წინამთავრობის დროს მოხდა თუ გაიცა თუ ასე შემდეგ ერთი საკითხია, მეორე საკითხია იყო დაპირება, რომ ამიერიდან ყოველთვის როდესაც მნიშვნელოვანი სამშენებლო პროექტი დაიწყება ქალაქში, გავითვალისწინებთ ხალხის აზრს. ეს ძალიან მკაფიოდ მახსოვს მეც და თქვენც. ამ შემთხვევაში თუ ხდება მაინც კონსულტაცია აი ამ ორგანიზაციათა გაერთიანებასთან? არა, რა კონსულტაცია, პირიქით, იცოდნენ, რომ ეს არის ძალიან ცხელი საკითხი, პანორამა თბილისი და ძალიან დიდი ჩართულობა იქნებოდა, ამიტომ 30 დეკემბერს მოეწყო ამ პანორამის განხილვა საკრებულოში, შუა საკრებულოს ხდომიდან SMS-ი მომივიდა ალექსანდრე ელისაშვილის, რომ არ იქა პანორამას ინხილავენ, ისე ჩვენ ამას ვერც გავიგებდით, დავყარეთ ჩვენი გოზინაყები და ხალათებით გავარდით საკრებულოსთან, რის მერეც აღმოჩნდით სატუსაღოში, იმიტომ რომ პროტესტი არ ჩაგვეთვალა პროტესტად. ჩვენ ვითხოვდით განხილვას, რომ ერთი თვე მაინც მოეცათ, რომ ჩვენი პროფესიონალები მიგვეყანა, ქალაქ გეგმარებლები ასე შემდეგ და ყოფილიყო ამისი ფართე განხილვა. ეს ინვესტიცია პანორამა თბილისი არის მეტროს მერე მეორე სიდიდით ინვესტიცია ქალაქზე, რომელიც უდიდეს გავლენას იქონიებს ქალაქის ცხოვრებაზე და ამას ფეხბურთელები და რაგბისტები არ უნდა წყვეტდნენ, ამას უნდა წყვეტდეს ქალაქ გეგმარებელი. რაში ხედავთ თქვენ გამოსავალს? ანუ აი ხა დღეს ჩვენ ხედავთ უკვე იკრიბება ხალხი. მე ვიცი რომ გაცილებით მეტი მოვა, იმიტომ რომ წინა აქციებზე ვიცით რა ხდებოდა. და მინდა კითხოთ რომ აი თქვენ თუ მსჯელობთ იმაზე რომ როგორც ჩანს ეს არ მუშაობს, მაშინ რა ვქნათ? სახლში წახვალთ თუ რას გააკეთებთ? არა, სახლში არ წავალთ, პირიქით. ეხა მოხდა ის, რაც არ მომხდარა ბევრი წელია, გავერთიანდით ყველა არასამთავრობო ან სახალხო მოძრაობა, ვისაც კი ადარდებს გამწვანება და ისტორიულ-კულტურული ძეგლები, შევქმნით გაერთიანება ერთად. ჩვენთან ერთად არის არასამთავრობო იურისტთა ასოციაცია, რომელიც შეგვკვირდა, რომ წელს პრიორიტეტული იქნება ქალაქ გეგმარება და ევროპულ კონვენციაზე, ორხუსის კონვენციაზე ასე შემდეგ კანონები უნდა მოვარგოთ იმას, რომ ქალაქი გქონდეს საცხოვრებლად ვარგისი. ანუ ჩვენ ვიწყებთ სახალხო ბრძოლას იურიდიული მხარდაჭერით. თუმცა შეიძლება ამას თქვენც იცით, რომ ძალიან ხანძლივი პროცესია ესა და შეიძლება დაგვიანებულიც აღმოჩნდეს ბევრი პროექტისთვის, რომელსაც ეხლა თქვენ ყოველ შემთხვევაში მიუღებლად მიიჩნევთ. და ისინი უკვე დაგვხვდეთ იმ დროისთვის, როდესაც ეს საკანონმდებლო ჩარევა მოხდება თუ სინქრონიზაცია და ამას არაერთი წელი დაჭირდება, მე ვამბობ, რომ შეიძლება ისე მოხდეს და ალბათ ისე მოხდება, რომ უკვე დახვდეთ.
პარალელურ რეჟიმში ამასობაში ახლა 31 იანვარს გვაქვს აქცია პანორამა თბილისის და ესეც ერთად არის თბილისის სამქარი პარტიზანი მებაღეები მწვანე მუშტი ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მიმდინარეობს რა თქმა უნდა იმის ფონზე რომ წევთ სამოქალაქო აქტივისტებს და მოქალაქეებს უხსნით რამდენად ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია მათი ამაში ჩართულობა. ძალიან აქტიური ხართ სოციალურ ქსელებში მუშაობს ეს ანუ არის თუ არა ის მასობრივი გამოხმაურება? იზრდება, ანუ 2013 წელს დაფუძნდა პარტიზანული მებაღეობა და წელს გვაქვს 17,000 გვერდის მომხმარებელი, რა თქმა უნდა იზრდება, ეხლა კიდევ უფრო გაიზრდება, იმიტომ რომ ყველა ორგანიზაცია ერთად ვარ და ეს თემა ერთ-ერთი პრიორიტეტული თემა უნდა გავხადოთ ყველამ ერთად მოსახლეობისთვის პირველ რიგში, რის მერეც მოუწევს მთავრობას რომ მოისმინოს და პროფესიონალებით და სწორი კანონებით იქნას ეს ყველაფერი მართული. დიდი მადლობა, თქვენი იმედი გაქვთ რომ ამას აიძულებთ. მადლობთ გისურვებთ წარმატებას. მეორე საკითხია რომ ვაკის პარკის პროექტს მიღმა ინვესტორი დგას ტიფლისი ბიზნეს ჯგუფი, რომელსაც იქ მიწის ნაკვეთი ლეგალურად იყიდა, პროექტიც შეათანხმა და მშენებლობის ნებართვაც აიღო და ჯამში 3 მილიონი დოლარი უკვე დაახარჯა, ხოლო კიდევ 20 მილიონი გაჩერებული აქვს, რადგან მშენებლობის საშუალება თვეები არ ეძლევა. გიორგი ზაქაიძე კომპანიის დამფუძნებელი გვეტყვის რას აპირებს. მოგესალმებით ბატონ გიორგი. მოგესალმებით. მე დარწმუნებული ვარ რომ გამწვანება თბილისში თქვენს გინდათ და არ ხარ წინააღმდეგი იმ იდეების, რასაც ახლა თქვა აი არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, მაგრამ ბიზნესი ბიზნესია, არაფერი პირადული და როგორ ფიქრობთ, აი რაში შეიძლება იყოს გამოსავალი, ვინ უნდა გადადგას აი ასეთ სიტუაციაში ნაბიჯი? თქვენ ხართ ინვესტორი, თქვენ გაქვთ ფული, რომელიც თუ გაჩერებულია, ცხადია თავის ღირებულებას კარგავს და ინვესტორს აწვევად სუდად. მეორე მხრივ გვაქვს ეს სახალხო ინტერესი თუ პროტესტი, რომელიც არ ცხრება. რაში ხედავთ თქვენ გამოსავალს? პირველ რიგში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის თქვენ გადაცემასაც თავაზობთ, გაუწიოს მონიტორინგი მშენებლობას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არც ერთ ხეს არ ვჭრით, არც ერთ ასპექტში პარკის ტერიტორიას არ ვეხებით, იმიტომ რომ ჩვენი მიწის ნაკვეთი მდებარეობს პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ეს იყო ბოლოს 70 წლის განმავლობაში ყოველთვის ეს გზის იქით არის. რამდენ სართულიანი რაც შეეხება სართულიანობას, ეს არის 7 სართული არის სამშენებლო, მანდიდან არის 2 მიწაში, 2 არის მიწაში და 5 არის მიწის ზევით. რაც შეეხება იმ ადამიანების ჯგუფს, რომელიც ამას აპროტესტებენ, თუნდაც ახლა ვინც იყო ქალბატონი, რომელიც საუბრობდა, ეს არის ქალბატონი, რომელიც აცხადებს, რომ ხეებს ვჭრით, მაგრამ ვერც ერთ ფაქტს ვერ მოიტანენ, რომ ჩვენ რომელიმე ხეებს ვაჭრით, დავნუმროთ, თუ გვაჩვენონ რომელ ხეს ვჭრით, კონკრეტულად გვაჩვენონ თუ რამეს ვანადგურებთ, თუმცა მე მგონი ხის ჭრაზე იმდენად არ იყო აქცენტი, რამდენად მიუღებელია თუ უადგილოა, თქვა სასტუმრო და მისი ინფრასტრუქტურა, თქვა გამაჯანსაღებელ, თქვა პარკში. მაგ ქალბატონისთვის საპატრიარქო არის კორუმპირებული ბავშვი განათლავს და მიუღებელია მაგისთვის ბავშვს. ნუ გადახვალთ, იქ მარტო ის ქალბატონი არ არის, იქ არის ასობით ადამიანი, რომელიც თვეებია წვიმაში და ხარში დგას და ეს ვიცი. მე უბრალოდ მინდა გითხოთ, რომ განიხილავთ თუ არა ესეთ ვარიანტს, რომ მერიას მოსთხოვ არ ააშენოთ ეს სასტუმრო და მერიას მოსთხოვოთ კომპენსაცია იმ ხარჯების, რომელიც თქვენ მოგიწიათ მისი ნებართვით გაღება და გაწევა. თუ ამ ქვეყანაში არსებობს კანონი, არსებობს კერძო მესაკუთრის უფლება, ჩვენ ეს ტერიტორია შევისყიდეთ კანონიერად, ჩვენ გვაქვს მშენებლობის ნებართვა კანონიერი, ჩვენ შემოვიტანეთ 22 მილიონი ინვესტიცია და ვაშენებთ სასტუმროს, სადაც უნდა დავასაქმოთ უამრავი ადამიანი. რაც შეეხება ასე ადამიანს, რომელსაც თქვენ იზახდით, ასეულობით ადამიანი არის, ვინც არის მომხრე რომ აშენდეს და საზოგადოების აზრი ჩვენ ტერიტორიასთან მიმართებაში არ არის ერთგვაროვანი და ეს არის საზოგადოება. იქ არის რაღაც გარკვეული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ამ ყველაფერში იღებენ გრანტებს და შემდეგ არა ძალიან კარგია, მაგრამ გრანტს ადამიანი როცა იღებს, იმან უნდა ეს აიღოს მიზნობრივად რა და არა მავნებლობისთვის. ფაქტია რომ ვერ ახერხებთ მშენებლობის დაწყებას და მე უბრალოდ გეუბნებით რომ ვიწყებთ, ჩვენ შეჩერებული ვიყავით. ბატონი მერი გამოვიდა და დაადასტურა, რომ შეისწავლეს და არანაირი კანონდარღვევა არ არის ჩვენი ტერიტორიის შესყიდვასთან, არანაირი კანონდარღვევა არ არის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით. მშენებლობა არის კანონიერი. ჩვენ მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და დაიცვან ჩვენი უფლებები, რომ გარკვეულმა პირებმა ჩვენ თანამშრომლებს, ჩვენ მუშებს არ მიაყენონ ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც ჰქონდა ადგილი. ჩვენ ეს პერიოდი დავკარგეთ იმაში, რომ და რა მიიღეთ პასუხად, ანუ შაერევა რა თქმა უნდა, პოლიცია დაიცავს კანონს, კანონი დაგვიცავს ჩვენ.
ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც წარმოგიდგენიათ, რომ აი თქვათ აი პოლიციის კორდონის შიგნით დაიწყება მშენებლობა, აი მერთულად წარმოგიდგენიათ. მშენებლობას დავიწყებ და თუ ვინმე დაარღვევს კანონს, თუ არის სახელმწიფო, თუ არის ქვეყანა, რომელშიც უნდა დაიცვან კანონი, მე დარწმუნებული ვარ სახელმწიფო დაიცავს კანონს. ანუ ესეთი ვარიანტი არ განიხილება, თქვათ რომ მერიასთან მოლაპარაკების, რომ რადგანაც ეს ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ, თქვენი ნებართვა გავგეცთ, ჩვენ ფული დავხარჯეთ, ვიზარალეთ, ამიტომ მოგვეცით კომპენსაცია და გავგანებეთ თავი. თუ არა ესეთი ვარიანტი არ განიხილება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ეს ტერიტორია გვაქვს კანონიერად ნაყიდი, ჩვენ ვართ კერძო მესაკუთრეები და რამოდენიმე ადამიანის გამო ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი პოზიციის შეცვლას, არც უამრავი ადამიანის გამო. ეს არის კერძო საკუთრება. თუ ამ ქვეყანაში კერძო საკუთრება არ იქნება დაცული, მაშინ ეს სახელმწიფო ვერ შედგება. რამდენ ხანში ააშენებთ სასტუმროს? ჩვენ სასტუმროს ავაშენებთ მაქსიმუმ 1 წელიწადში. დავასაქმებთ მშენებლობის პროცესში ირიბად სადღაც 2000 ადამიანს, ხოლო გახსნის შემდეგ იმუშავებს სადღაც 400 ადამიანი. ჩვენმა ჯგუფმა უკვე გახსნა ერთი ამერიკული ბრენდი Best Western-ი, გახსნა ასევე აბანო-თუბანის სასტუმრო Tiflis-ი, ამუშავებს კიდე რამოდენიმე პროექტს, რომელსაც ხსნის რეგიონების სასტუმროებს და ამ პროექტზე ძალიან ბევრი არის დამოკიდებული საქართველოს ინვესტიციების შემოტანის. მათ შორის იმიტომ რომ თქვენ ყავთ ამერიკელი პარტნიორი, რომელიც თქვა ფულს დებს ამ პროექტში და ალბათ შემდეგ შეხედავს და სხვა პროექტებსაც ეს შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას. ის რას ამბობს? ეს შტაბის-ტირება ხო არ რჩება, რომ ფაქტობრივად ხელისუფლების ცვლილება ფაქტობრივად იწევს საინვესტიციო გარემოს თუ ინვესტორთა მიმართ დამოკიდებულების თუ საინვესტიციო პროექტების აბსოლუტურად ცვლილებას. ჩვენ ყავს რამოდენიმე პარტნიორი, რომლთან ერთად ვახორციელებთ სხვადასხვა მასშტაბურ პროექტებს, 165 ნომრიან სასტუმროს თბილისში ამ ეტაპზე, პლუს მაგის გარდა ვაშენებთ მაგის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე რესტორანის ბუდაპეშტის ადგილას ახალ სასტუმროს, რომელსაც ვიწყებთ და კიდევ ყავს აზერბაიჯანი პარტნიორები, რომლებიც ყველა უყურებს იმას, რომ თუ კანონი იქნება დაცული და კერძო საკუთრება ამ ქვეყანაში, თუ პოლიცია მიუხედავად იმისა, რომ უკვე ქალბატონმა მერმა გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ გვაქვს კანონიერად ყველაფერი არანაირი დარღვევა მშენებლობის კუთხით ჩვენ არა გვაქვს. რომელ ქალბატონ მერს გულისხმობთ? ნარმანიეს. ბატონ მერმა. დიახ, ოკეი, დიახ, შეგეშალთ. ბატონმა მერმა გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ გვაქვს ყველაფერი კანონიერად და ჩვენ ვაწარმოებთ მშენებლობას. ჩვენ რამოდენიმე დღეში დავიწყებთ მშენებლობას და დავასრულებთ 1 წელიწადში. და ეს იქნება საქართველოსთვის ჩემი აზრით ნიშნული იმისა, რომ კერძო საკუთრება, კანონიერი მშენებლობა იქნება დაცული სახელმწიფოსგან, ბატონი მერის განცხადებაც ამას ერთვის, რომ ყველაფერი არის კანონიერი და ჩვენ ვიწყებთ მშენებლობას. კეთილი. და არც ერთ ხეს არ ვჭრით. თუ ჩვენ ვინმე გვაჩვენებს რას რომელიმე ხეს თუ ვჭრით, ჩვენ მშენებლობას გავაჩერთ, მაგრამ ჩვენ მან არც ერთ ხეს არ ვჭრით. ეს ყველაფერი რომ ესეთი რაღაც კეთილი ნება გამოხატოთ, რომ აი თქვათ, რომ აი სამაგიეროდ მივხვდეთ იმისა, ჩვენ არ ვჭრით, მაგრამ აი თქვენ გაგიწიოთ ანგარიში, დავრგავთ 1000 ხეს სადმე. ჩვენ ყველა ობიექტზე, სადაც ვაშენებთ, გარშემო ჩვენ უხეებს ვრგავთ და ამის ფაქტები ბევრი არის. რა თქმა უნდა, მაგ ტერიტორიას შემდეგ მაგას გავამწვანებთ, მაგას მოუვლით, უფრო იქნება მოვლილი, უფრო იქნება საზოგადოებისთვის მისაღები, იმიტომ რომ დღეს და ყოველთვის ეგ ადგილი იყო მიგდებული. იმ შემთხვევაში, როცა მან დაშენდება 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და იქნება დაცული ტერიტორია, გარშემო იქნება განათებული, იქნება მოვლილი, იმიტომ რომ ადამიანი როცა დებს 22 მილიონს, ის მარტო თავის ტერიტორიას არა, მის გარშემოთაც კეთილმოწყობაზე და დასუფთავებაზე და სისუფთავებზე და ყველაფერზე ზრუნავს თქმა უნდა. დიდი მადლობა. აი ესეთია თქვენი პოზიცია, ანუ მეორე მხარის პოზიცია, არავითარი კომპრომისი, ყველაფერი კანონის ფარგლებშია და ეს აშენდება. ასე რომ ყველასთვის მხოლოდ კარგი იქნება, თუ კი თბილისის მერია შეასრულებს დაპირებას და ამა თუ იმ მშენებლობაზე ნებართვის გაცემამდე ჯერ ხალხის აზრსაც იკითხავს, რომ ასეთ სიტუაცია არ შეიქმნას მათთვის, მათაც, ვისაც შესაძლოა ეს უარყოფითად აისახებოდეს პრინციპებისა თუ უბრალოდ გარემოს ცვლილების გამო. თქვენ უნდა გქონდეთ სინდისი, ასეთი რაღაცები რომ მოინდა. ოჯახში მოიკითხე. თქვენ საკუთარ ოჯახში, აბა ესა შეიძლება 2 სართულის საკუთარ ოჯახში მოიკითხე და მე შვილებს შევხვდები და შენ შვილებს ნახე რა დღეს დავარდე. ეს რაღაც ნაკლებად ორი სახლების 15 სართული და მეზობლების დაპირისპირების მიზეზი აბაშიძის 87 ნომერში დაგეგმილი მშენებლობა გახდა. სამსართულიანი სახლის მაცხოვრებლებმა ეს ადგილი რამდენიმე წლის წინ კომპანია Hausart Lux მიყიდეს, რომელიც მის ადგილას 15 სართულიანი კორპუსის აშენებას აპირებს. მას შემდეგ მეზობელი კორპუსების მობინადრეები ჩივიან, რომ მშენებლობა მათ სახლებს საძირკოს დაუზიანებს და დანგრევის საფრთხეს შეუქმნის.
ყველაზე მთავარი პრობლემა ჩვენი ეს არის, რომ გვაქვს დაანგრევის საშიშროება. ყველაზე მთავარი. საერთოდ. დანარჩენ პატარა დარღვევებზე ხუჭავს. რომ ასე ძალით ანგრევდნენ სახლს. იქ უნდა გამოითხაროს საძირკველი და იმათი დოკუმენტებით გელაპარაკებით, აი ამათი დოკუმენტებით უნდა გამოითხარო ორსართულიანი პარკინგი უნდა გაკეთდეს და ამ პარკინგის შემდეგ კიდე 20 მეტრზე ხიმინჯები უნდა ჩაირჭოს მიწაში, რომელიც გამოიწვევს ჩვენი სახლის ნგრევას. არც ექსპერტიზა აქვს ჩატარებული, არც გეოლოგია. გრუნტი ვერ იტანს ამ ხელა შენობას. გარდა ამისა, ამ შენობის აშენებით აშენებული შენგელვა ერთი ინგრევა და მეორე საერთოდ ბნელდება. ესე იგი, ერთი ავაშენოთ და ორი დავანგრიოთ. ეს არც ერთ სახელმწიფოში არ ხდება და არც ერთი მერი მაგას არ უნდა უშვებდეს და ჩვენი მერი ამას უშვებს. მრავალსართულიანი კორპუსის აშენების შემდეგ მთლიანად დაიფარება მიმდებარე სახლების ქვედა სართულების ფანჯრები. ამ ბინების მფლობელები ამბობენ, რომ ისინი მზის სინათლის გარეშე დარჩებიან. როგორ შეიძლება რომ აი აქ ამოშენდეს 15 სართულიანი სახლის კედელი? აი შეიძლება დასაშვებია? რას უპირებენ აი ამდენ ხალხს? აი იმ სახმა რა აქნას? აი აქვე სახლია. მთელი ეზო. აი რა უნდა ვქნა ეს რო 15 სართულიანი, თანაც გადმოქანებული სახლი რო აშენდება, მითხარით ერთი რა. უნდა ისო თქვენი გამონაბოლქვით ამ ხელა აი ამ ბინებმა მითხარით ერთი რა. ხო, ხალხზე არავინ არ ფიქრობს რა, ოღონდ თვითონ გაიკეთონ საქმე. კანონობის დაკანონებაა ეს, როგორ შეიძლება აბაზე მთავრობამ უნდა იფიქროს. მეზობლების თქმით, ჰაუსარტ ლუქსმა თავდაპირველად მერიის მიერ დამტკიცებული პროექტი თვითნებურად შეცვალა და შენობებს შორის მანძილი მთლიანად დაიკავა. მარეგულირებელ კომისიაზე წარადგინეს, სადაც სახლებს შორის მომიჯნავე სახლებს შორის არის მანძილი და სინამდვილეში დაამტკიცეს პროექტით მიჯრით და არავითარი მანძილი. აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლებმა დახმარებისთვის მერიას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. დედაქალაქის მერიამ მათ წერილობითი პასუხი გაუგზავნა, სადაც წერია, რომ კორპუსი კანონის დაცვით შენდება და მის უსაფრთხოებაზე პასუხს მთლიანად მშენებელი აგებს. ჩვენ მდგომარეობაზე, საერთოდ აი ამ შენობის მდგრადობაზე პასუხს აგებს დამკვეთი და დამკვეთი არის დაინტერესებული პირი. და ჩვენი მოწინააღმდეგე არის ამ შემთხვევაში. და ჩვენ უფლებებს როგორ დაიცავს ის. ძალიან მქონდა იმის იმედი, რომ ბატონი ნარმანია, რომელიც კვირდებოდა იმას, რომ ჩემი მოსვლის შემთხვევაში მე ამ უკანონო მშენებლობებს აღკვეთავ, შეხვედრა ჰქონდა ჩვენთან ახლოს აი აქვე ვაკის პარკში, ჩვენ მოსახლეობას შეხვდა, მაცხოვრებლებს შეხვდა და იყო ესეთი დაპირება, რომ აუცილებლად შევაჩერებთ უკანონო მშენებლობებს. მაგრამ ეს არ მოხდა, რაც დაიწყო წინა ხელისუფლების მიერ და მიღებული იქნა ეს უკანონო გადაწყვეტილები კოეფიციენტის მიღებაზე, მშენებლობის ნებართვაზე, იგივე გაგრძელდა დღევანდელ მერიაში. სამშენებლო კომპანიაში მობინადრეების პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებენ. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კორპუსს უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით აშენებენ. სახლი ვითომ და მაგათი ინგრეოდათ, ამის მერე ჩვენ აღნიშნულ ობიექტზე ჩავატარეთ საინჟინრო გეოლოგიური კვლევა, გავაკეთეთ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა, რაც შეფასდა დადებითად. ანუ არანაირი საფრთხე იმისა, რომ ეს კორპუსი იქნება დაზიანებული, არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე რა. ამის მიუხედავად მობინადრეებმა სამშენებლო კომპანიას სასამართლოში მაინც უჩივლეს. ისინი კომპანიას არენდობიან და მოითხოვენ პროექტი შეცვალოს, ზედა სართულები მოაშოროს და მეზობელ კორპუსებსაც მაქსიმალურად დააშოროს. დღესულეს იყო ბიზნეს კურიერი, ამით ასრულებს თქვენთვის მუშაობას. მომავალ შაბათამდე დაგემშვიდობებით. არ დაგავიწყდეთ, გვეწვიეთ Facebook-ზე, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი თქვენთვის აქტუალურ თემებზე. შეგიძლიათ გვეკონტაქტოთ რუსთავიორის ვებგვერდის საშუალებითაც, იქვე შეგიძლიათ გაეცნოთ კვირის მნიშვნელოვან სიახლეებს. ერთი კვირით გემშვიდობებით, ნახვამდის.